შეიქმნება თუ არა და ვინ იქნება წარმოდგენილი ოპოზიციიდან სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ წინააღმდეგობის პლატფორმაში. დეტალები ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გუშინ რუსთაველის გამზირზე აქციაზე გამოვიდა. მისი განმარტებით პლატფორმა ღია ყველა ევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და იზიარებენ პროტესტის მთავარ მოთხოვნებს, ახალი არჩევნების დანიშვნასა და პატიმრების გათავისუფლებას. უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს სალომე ზურაბიშვილის ახალი ინიციატივა და როგორია პოზიციები პოლიტიკურ სპექტრში. გუშინ საზოგადოების დიდი ნაწილი მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად რეალისტურად ელოდა ბევრად უფრო მეტ კონკრეტიკას, მათ შორის მინიმუმ შემდეგი რამდენიმე დღის სამოქმედო გეგმას მაინც, როგორი უნდა იყოს საპროტესტო ტალღა. რაც შეეხება ოპოზიციის მდგომარეობას, მე მიმაჩნია, რომ თუ კი არ გამოდის საერთო რაღაცა ყოვლის მომცველი ერთიანობა, ვისაც აქვს ამის შნოდა უნარი, რომ გაერთიანდეს, მიმაჩნია, რომ მინიმუმ მართლაც უნდა მოახერხოთ ჩვენი ძალების კონსოლიდაცია. სამწუხაროდ ამ ქვეყანაში არიან რამდენიმე პოლიტიკურ ძალასაც ვერ დავარქვათ, უფრო ამ პოლიტიკურ ძალებში მყოფი აქტორები, რომლებიც ვერ ახერხებენ მაინც მოვერიდებით და შევიკავებ თავს. უფრო საუბარი არის გახარია საქართველოსთვის, მე ამას ვიტყოდი, რომელიც მაინც უფრო მეტად კონცენტრირებული არის საკუთარი პარტიული იდენტობის მშენებლობაზე. ორი საკითხი არის, გამოც ჩვენი პარტიული ინტერესები გვაქვს გადადებული გვერდზე, ეს არის პოლიტპატიმრების რაც შეიძლება დროულად სახლში დაბრუნება, გათავისუფლება და მეორე ეს არის ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა. დარდარჩენი ახლა ქალბატონმა ზურაბიშვილმა რა იგულისხმა ამ ფრონტთან დაკავშირებით მე ვერ გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია, ალბათ თავად მეც ახსნის და მეც ისაუბრებს. ყოველ შემთხვევაში ამ ორ საკითხზე მასთან კომუნიკაცია და კოორდინაცია რა თქმა უნდა ჩვენთვის გაგრძელდება. ჩვენ ვხედავთ რისი რესურსიც აქვს ახლა კოლექტიურ ნაცმოძრაობას და მის ანასკლეტებს. ერთადერთი რესურსი აქვს, რომ ერთმანეთს ეჩხუბონ. ისიც ალბათ ამოწურვადი იქნება მცირე ხანში, იმიტომ რომ პარლამენტში წააგეს, არჩევნები წააგეს, საგარეო პოლიტიკაში წააგეს, ქუჩა წააგეს და დარჩა ერთადერთი რამე, რომ ეხლა ერთმანეთს დააბრალონ. ამაში ეხლა ლიდერობს, რა თქმა უნდა, კოლექტიური ნაცმოძრაობა, ამ შემთხვევაში 5 ნომერი და გუშინ ჩვენ ვიხილეთ სალომე ზურაბიშვილის ტექსტი, რომელიც იყო ისტორიის მიმოხილვა და ოპოზიციის ერთიანობის ნაცვლად მათივე მოფრეებზე ვლაპარაკო გამოიწვია გარკვეული გაუგებრობა და ჩვენ მუდმივად საუბრობთ, რომ ოპოზიციის ერთიანობა იყო მოჩვენებითი, ისინი წინასაარჩევნო პერიოდშიც ატყუებდნენ მოქალაქეებს, რომ შეძლებდნენ გაერთიანებას, რაღაცა ერთიან მმართველობას, კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებდნენ და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა იგივე გრძელდება არჩევნების შემდგომაც, ასე რომ რა პლატფორმაც არ უნდა ჩამოაყალიბონ, ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე იქნებიან, ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი განწყობილები არიან წარუმატებლობისთვის. პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივაზე განცხადება სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას გააკეთა. ისაუბრა პლატფორმის სტრუქტურაზე და მუშაობის სპეციფიკაზეც. მეხუთე პრეზიდენტის გამოსვლა შესახელების ფონზე მიმდინარეობდა. პერიოდულად აქციის მონაწილეების ნაწილი ყოფილ პრეზიდენტს უსვამდა კითხვებს, ვინ დაიწყო 2008 წლის ომი. მათ სალომე ზურაბიშვილისგან პასუხი ვერ მიიღეს, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია. სალომე ზურაბიშვილის შემდეგ სენა პაატა ბურჭულაძემ და ნადიმ ხმალაძემ დაიკავეს, რომლებმაც ზურაბიშვილის გამოსვლა გააკრიტიკეს. ხმალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილისგან ელოდა კითხვაზე პასუხს, თუ ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი, თუმცა ეს ვერ მოისმინა. პაატა ბურჭულაძემ კი პროტესტის მონაწილეებს წინადადებით მიმართა, რომ 8 აპრილიდან რუსთაველის გამზირზე უწყოდი პროტესტი დაიწყოს. უნდა შევაჯეროთ პოზიციები იმ მთავარ გამოწვევებზე და მთავარ საკითხებზე, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში და ის შეჯერებული პოზიციები გაგაცნოთ, რაც არ გამორიცხავს სხვათა შორის, რომ ინდივიდუალურმა პარტიებმა თავიანთი ხედვებიც შემდეგ წარადგინონ სხვანაირად, რაც არ იქნება ერთობლივად შეთანხმებული. უშინდელი პროტესტი ყველას გვაძლევს ძალიან დიდ იმედს და ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკამ ვერ შეძლო და ვერ დაშალა ეს პროტესტი. პოლიტიკური დევნა იღებს ახალ ეტაპს იჭერს და ჩვენც ამაზე
ვართ შეთანხმებული, ეს უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი პოზიციების ერთ-ერთი მიმართულება. ნახავთ, როგორი იქნება დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების ფორმა, მაგრამ ამითაც პოლიტიკურ სპექტრს ვერ შეაშინებენ. ჩვენ ასევე ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ მოვამზადოთ ევროსაბჭოში იქნება 7 აპრილიდან სესია, სადაც იქნება მიღებული საქართველოზე ძალიან ალბათ მკაცრი რეზოლუცია და სწორედ პოლიტიკური პატრიოტიზმის საკითხი იქნება პირველ პლანზე, ასევე იქნება პირველ პლანზე ყველა ის ახალი კანონი, რაც მიღებული არის ამ დღეებში, რომელიც ცდილობს, რომ ერთის მხრივ ფარათი მთელი არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ჩაახჩოს, მაგრამ ამის მიმართაც მოინახება გზები. ვიდა პრეზიდენტისთვის მეკითხა, თუ არა ვიხედ სააკაშვილს პოლიტპატიმრად. კიდევ ვიდა მეკითხა, თუ ეს კომისია იძიებს ომს, რატომ არ იწყებს 92 წლიდან? მოდივარ წინადადებით. გადაეცით ყველას, ვინც ხართ მომხრე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ხო ხედავთ, ეს პოლიტიკური პარტიები ვერაფერს არ აკეთებენ, პრეზიდენტი ხო საერთოდ. ამიტომ მე შემოდივარ წინადადებით. ვაცალოთ კიდე 8 აპრილამდე, 8 აპრილს შევიკრიბოთ აქ და აღარ დავიშალოთ, ვიყოთ ბოლომდე. პარლამენტის ბიუროს ხდომაზე დღეს მხარი დაუჭირეს ნაციონალური მოძრაობის საგზავნოს შესახებ კანონპროექტს. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებამდე პარლამენტში სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წესდების, მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიების საქმიანობას გრძელავს. ამ ინიციატივას პოლიტიკურ დევნას უწოდებს ოპოზიცია, მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ წინა საარჩევნო დაპირებას ასრულებს. ნაციონალური მოძრაობის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების ინიციატივის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკამ დინარაძემ განაცხადა. პარტია ეს არ არის საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იურიდიული პირი, ეს არის იდეა, ეს არის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ყოველდღიურად ივანიშვილის წინააღმდეგობის მოძრაობას, ქმნიან იმ დაპირისპირების საშუალებას არ აძლევენ ქართულ სახელმწიფოსთან ივანიშვილს, რაც მას სურს დიდი ხანია და ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე მოახერხებდა ამ ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებას, რომ არა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და ზოგადად ეს პარტია, აქედან გამომდინარე ჩვენ არავითარი შიში არ გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთ პარტიას გაუქმებენ, არაუშავს ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენ პარტიას და დგანან ჩვენს გვერდით, გააგრძელებენ ბრძოლას ქართული სახელმწიფოსთვის და ეს ივანიშვილისთვის მაინც ძალიან ძვირი დაждდება, განსაკუთრებით საერთაშორისო მიმართულებით. აკრძალვა უნდათ ვინმესი? აკრძალვა. ჩვენი აკრძალვა უნდათ? აკრძალვა. ნახავთ როგორ გავაგრძელებთ საქმიანობას გადასარევად. შედეგობრივად რა თქმა უნდა თავად ოცნება იგდებს საკუთარ თავს მძიმე მდგომარეობაში 21 საუკუნეში თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ერთი მხრივ ოცნებას სჭირდებოდეს საქართველოს იყოს მინიმუმ ეკონომიკური თვალსაზრისით დემოკრატიული და დასავლური სამყაროს ნაწილი ერთი მხრივ და მეორე მხრივ თან ეს უნდოდეს და თან იღებდეს ასეთ კანონებს და ასეთ გადაწყვეტილებებს, ნუ ეს ერთმანეთთან თავსებადი არ არის. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ ხნის განმავლობაში არ იარსებებდა არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ხელისუფლებაშიც ებრძოდა საკუთარ ქვეყანაში და ოპოზიციაშიც არ ისვენებს და დადის უცხოეთში და აშავებს საკუთარ ქვეყანას. ასე რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ეს წესი არის აპრობირებული, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათ მიერ ნაკებ, მათ შორის მოლდოვაშიც, უკრაინაშიც არის ჩვეულებრივი აკრძალვები პარტიების, ეხლა იქ რამდენად კანონიერია თუ უკანონო ეს მათი საქმეა, მაგრამ რეალურად ის რომ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა არ უნდა არსებობდეს, ეს არის ფაქტი. თავისთავად ის რომ ბიულეტენში აღარ იყოს 5 ნომერი და იყოს 4 ნომერი მაგალითად და თითქოს გვარამია არ იყო ნაციონალური მოძრაობის იმ სისტემით შემოქმედი ანიკა მელია თურმე ნაციონალი არასოდეს ყოფილა სალომე სამადაშვილი რომელიც ახლა ლელოველი გახდა და ასე შემდეგ ეს რომ არ მოხდეს ამიტომაც იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული თუმცა როგორც გითხარით ამაზე უნდა იზრდოს მხოლოდ სასამართლომ და არანაირი შეხება სხვა მხრივ
ხელისუფლებას ამასთან არ ექნება. პოლიტიკური დებატები პარლამენტში დეპუტატებმა ყურადღება დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე გაამახვილეს. თქვენს რომ კომისიის შედეგად კიდევ უფრო ნათელი ხდება თუ რა კანონდარღვევებსა და გადაცნობებს ჰქონდა ადგილი წინა ხელისუფლების მმართველობის დროს. დაიწყო ძალიან ბინძური კამპანია ცილისწამებების, ბინძური ჭორების გავრცელება კომისიის მუშაობის წინააღმდეგ, მისი წევრების წინააღმდეგ, თუმცა პარალელურად ამით გასაგები არის გადაფარვასაც ცდილობენ უკვე პირველივე სხდომებიდან ვისმენთ მართლა აი სისხლის გამყინავ ისტორიებს თუ როგორ აწამებდნენ ადამიანებს სასჯელახსრულების დაწესებულებებში, როგორ ხდებოდა საკუთრების უფლების ტოტალური დარღვევები და სახელმწიფოსთან ერთად აი ამ დარღვევებში როგორ მონაწილეობდნენ დღეს უკვე პოლიტიკაში შეფარებული და პოლიტიკაში გადაბარებული ბანკირები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ვისმენთ როგორ დევნიდნენ ადამიანებს უსასტიკესად მხოლოდ მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო და როგორ ხდებოდა ადამიანების, მათი ოჯახების, მათი ბიზნესის განადგურება, სრული განადგურება, მხოლოდ იმიტომ რომ მათი პოლიტიკური შეხედულებები არ მოსწონდა ხელისუფლებას. თუმცა ყველაზე მეტად რაც არ მოსწონს ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ეს არის 2008 წლის აგვისტოს ომში მათი დანაშაულების გამომზეურება რომ ხდება. მინდა მივმართო და ვთხოვო ჩემს თანატოლებს, ახალგაზრდებს, მათ, ვისაც გული შესტკივათ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. დიდი ყურადღებით მოისმინონ და თვალყური ადევნონ ამ კომისიის მსვლელობას, რადგან განსაკუთრებით მათთვის, ვისაც შეიძლება ასაკის გამო კარგად არ გვახსოვს ის საქმეები და დანაშაულები, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ქართულ ხალხს გამოატარა, კომისია კიდევ ერთხელ თვალსაჩინოს ხდის და ნათლად წარმოაჩენს თუ ვინ დგას დღეს მეორე მხარეს, ვინ გვესახება ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ზალად და ვინ გვესაუბრება სამშობლოს ვითომ სიყვარულზე. წლების განმავლობაში საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თითქოს მიავიწყდა ის ენით აღუწერელი სისასტიკე, რაც ჩვენმა მეგობრებმა, ნათესავებმა, ახლობლებმა თუ უბრალოდ ჩვენმა თანამოქალაქეებმა განიცადა. მე მინდა მივმართო იმ დემონსტრანტებს, რომელსაც ჩვენ გულწრფელ დემონსტრანტებს ვეძახით, რომელიც უბრალოდ შეცდომაში არიან შესულები. რა თქმა უნდა, არ გულისხმობ ამ შემთხვევაში არც რადიკალური პარტიების აქტივისტებს, არც NGO, დიდარი NGO ორგანიზაციების აქტივისტებს, არ გულისხმობ არც უშუალოდ ნაციონალური მოძრაობის და პარტია ახალის მხარდამჭერებს. ამ შემთხვევაში უფრო აქცენტს ვაკეთებ ბატონი გახარიას და ბატონი ხაზარაძეს მხარდამჭერებზე, რომლებიც სამწუხაროდ ვერ ხვდებიან, რომ ეს ორივე პარტიაც კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს. თქვენთავთან მარტო რომ დარჩებით. ერთი ფაქტი მაინც გაიხსენეთ, რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ რუსული საქმე ან რითი გაზარდა რუსული გავლენები საქართველოში. ამასაც ვერ გაიხსენეთ. ჩვენ დამოუკიდებლობა ავირჩიეთ 34 წლის წინ. დამოუკიდებლობა სჭირდება შენარჩუნება და გამტკიცება, მუდმივი ბრძოლა. და ქართული ოცნება ყოველდღიურად ვიბრძვით შიდა მტრებთანაც და გარე მტრებთანაც, რომ ჩვენი სამშობლო იყოს უფრო დამოუკიდებელი და უფრო სუვერენული. თხოვნა მაქვს თქვენთან, გვერდში დაგვიდექით ამ დიდ ბრძოლაში. გვერდში დაგვიდექით ამ ეროვნულ საქმეში, იმიტომ რომ ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქვევს. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდა. გადაწყვეტილება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს. შესაბამისად, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია გამოიკვლევს არა მხოლოდ 2012 წლამდე პერიოდს, არამედ 2012 წლიდან დღემდე პერიოდში წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმიანობას. მთელი საზოგადოება თვალყურს ვარდევნებთ თუ რამდენი ფაქტი გაიხსენა ჩვენმა საზოგადოებამ და რამდენი ახალი ფაქტი გამოვლინდა. ასე რომ ეს ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე მინიმუმ ლოგიკურია რომ გაგრძელდეს, რათა რეალურად ამ უმნიშვნელოვანეს კომისიას კონდეს ის მანდატი, რომელი მანდატის მას მისცემს საშუალებას, რომ დღემდე მოქმედი, ასაც მოიხსენიებთ ხოლმე, არ მინდა სახელი და გვარების ჩამოთვლა, სხვადასხვა პარტიებში გაერთიანებულ ყოფილ თუ მოქმედ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, რომ კონდეს ამ კომისიას მანდატი, რომ საზოგადოებამ ყველაფერი კიდე ნათლად ნახოს თუ 2012 წლის შემდეგაც რითი იყვნენ და არიან დაკავებული ეს ადამიანები. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ქარელის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სწორედ ამიტომ ქარელში საცურაო აუზი სრული დატვირთვით მუშაობს. თანამედროვე სტანდარტების შენობა მოიცავს დიდ და პატარა აუზებს, სატრენაჟერო სივრცეს და გათვლილია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე. შენობაში ასევე ფუნქციონირებს მხატვრული ტანვარჯიშის წრეც, რომელიც ახლა დაამატეს. საცურაო აუზი, რომლის მშენებლობისთვისაც 5 მილიონი ლარი დაიხარჯა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. შენობა კი ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარეობს. დაწესებულებაში შეხავათებით სარგებლობენ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფები.
საცურაოში არის როგორც დიდების ჯგუფი, ასევე პატარების ჯგუფი. არის ქალბატონებისთვის კიდე ცალკე დღეებია გამოყოფილი, სადაც ქალბატონებს შეუძლიათ ცალკე სიარული, ასევე არის ტრენაჟორებისთვის განკუთვნილი სივრცე, სადაც ძალიან აქტიურად არის დატვირთული აღნიშნული სივრცე. ასევე გვაქვს ჩვენ მხატვრული ტანვარჯიშისთვის გვაქვს სივრცე გამოყოფილი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს გაკვეთილები და ბავშვების, ესე რომ ვთქვათ, მეცადინეობა და სწავლება. რაც შეეხება მოსარგებლებს, არის სხვადასხვა დროის მონაკვეთზე სხვადასხვა რიცხვია, იქიდან გამომდინარე, რომ ზამთრის პერიოდში კლებულობს ბავშვთა რაოდენობა განსაკუთრებით, იმიტომ რომ იცით რომ პანდემია, ვირუსია, გაცილების ეშინია თვითონ ბავშვებსაც, მშობლებსაც და აქედან გამომდინარე ზამთარში ნაკლებად გაზაფხულზე და ზაფხულის პერიოდში ძალიან დატვირთულია, ფაქტიურად 6 დღე მუშაობს კვირის განმავლობაში და სადღაც 2-3 საათიდან ფაქტიურად ყველა საათი დატვირთულია შესაბამისად. ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უკვე დაიგო ასფალტის საფარის პირველი პირი. გარდა მუზეუმთან მისასვლელი გზისა, პროექტის შიდა საუბნო გზის კიდევ ერთი მონაკვეთის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს, სადაც ამ ეტაპზე გზის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს. გზების სიგრძე 587 მეტრია. პროექტის მიხედვით მოეწყობა ტრანსპორტის სავარი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, სანიაღვრეს სისტემა, საგზაონიშნები და მონიშნების სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 451.481 ლარია. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. გორის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობითი სამუშაოები. დღეს ვიმყოფებოდით ვარიანში, სადაც დავათვალიერეთ ცენტრალური გზიდან გოგებაშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. დღეს როგორც ხედავთ, იგება ასფალტი, დაახლოებით 50% სამუშაოებისა შესრულებულია. რა თქმა უნდა, აღნიშნული გზის რეაბილიტაცია შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების კომფორტულად გადაადგილებას და გაგრძელდება შემდგომშიც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობით სამუშაოები. პროექტის მიხედვით კეთდება მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაახლოებით 500 მეტრი, 580 მეტრის, კეთდება სანიაღვრე არხები, კეთდება ლითონის მილები და ასევე დღეს დაიგება ასფალტო-ბეტონის ქვედა ფენა, ხვალე გადაეგება ზედა ფენა და ამით მორჩება ეს 200 მეტრიანი მონაკვეთი. შემდეგ ეტაპზე გადავდივართ მეორე მხარეს, რომელიც რჩება 380 მეტრი, ჩალაგდება სანიაღვრე არხები და იქაც მოპირკეთდება ასფალტო-ბეტონით. იყო ავარიულ მდგომარეობაში, მანქანებს უჭირდათ გადაადგილება, მოსახლეობა კი დადიოდა ფეხით, მაგრამ წვიმის პერიოდში მაინც დგებოდა გუბეები. ამის შემდეგ დაიწყო კარგი გზის რეაბილიტაცია და მდგომარეობა ძალიან კარგად არის. წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია ტრენინგების ციკლს იწყებს. ორგანიზაციის მთავარი ამოცანა ქართული ბიზნესის მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ შეიქმნა ექსპრეს კურსი გაყიდვების მიმართულებით. პროგრამა განკუთვნილია გაყიდვების მენეჯერებისთვის, საშუალო და მაღალი რგოლის ხელმძღვანელებისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც სურს გაიღმაოს ცოდნა გაყიდვებისა და მოლაპარაკებების ფსიქოლოგიურ მხარეზე. ასოციაცია პირველ ეტაპზე გთავაზობთ ნიუარის გაყიდვები და მომხმარებლის ფსიქოთერაპიის რუკის კურსს, რომლის ფარგლებში შეისწავლეთ კომპლექსურ მიდგომებს სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც გამოგადგება თქვენი კომპანია კიდევ უფრო წარმატებული გაახადოთ. ყიდვა ემოციით იწყება და ლოგიკით სრულდება. ასე ამბობენ ნეირომეცნიერები. თუმცა რა გზას გადით თავის ტვინი და ნეიროტრანსმიტერები ყიდვის პროცესში? როგორ შეადგინო შენივე მომხმარებლის ფსიქოტიპის რუკა, რომ გაყიდო მეტი და ამავე დროს გქონდეს საკუთარი საქმიანობის პერსონალური გზამკვლევი? ამ და ბევრ საინტერესო თემებზე გელოდებით ჩემს საავტორო ექსპრეს კურსზე, რომლის დეტალებსაც აღწერაში იხილავთ. ბიზნესისთვის გამოწვევას წარმოადგენს კვალიფიციური თანამშრომლები. არსებობს გადინებაც, არსებობს არსებული თანამშრომლების შენარჩუნებაც. სწორედ აი ამ კვლევების საფუძველზე ჩვენ უკვე ვიწყებთ, რომ ბიზნესისთვის ვიყოთ ისეთი პლატფორმა, რომელიც მათ თანამშრომლების დატრენინგებას, ანუ მასიურად სხვადასხვა ბიზნესებისთვის უკვე ერთი პლატფორმის მეშვეობით მოახდეს ამ ყველაფერს და ჩვენ ვარჩევთ ამ სპეციალობებს და სფეროებს, რომელიც ყველაზე
ყველაზე მეტად ჭირდებათ ბიზნესებს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის გაყიდვების თანამშრომლების და მათი კვალიფიკაცია. შემოვიტანეთ ერთი არო ექსპრეს კურსები გაყიდვების მიმართულებით და ეს იქნება ყოველთვის, შეიძლება კვირაში ერთხელ 10 საათიანი მასტერკლასები არის. მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ ვიწყებთ სხვადასხვა მიმართულებით საქართველოში ყველაზე ცნობილი სპიკერებთან ერთად, ეს იქნება PR-ის, მარკეტინგის, გაყიდვების, ადამიანების მოტივაციის, HR რეკრუტინგის და ასე შემდეგ, რომელზეც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით იგივე ხო, როგორ შეიძლება რომ ეს უნარები განუვითარო ციფრული მარკეტინგი, რომელიც ძალიან აქტუალურია დღეს ხო საქართველოში. ასე რომ ვთქვათ, აი ამ მიმართულებით ჩვენ ჩავხვდით ესეთი სპიკერები, რომლებიც ყველაზე მეტად პროფესიონალები არიან და რომლებიც გაუზიარებენ უკვე თავიანთ გამოცდილებას მათ თანამშრომლებს. ცალკეული კომპანიისთვის მსგავსი ტიპის ტრენინგების, მომსახურების მიღება საკმაოდ ძვირი იქნება და სწორედ ასოციაცია ფიქრობს, აი ამ ერთიანი პლატფორმის ფარგლებში უკვე ჩართოს მასიურად ადამიანები, კომპანიაში დასაქმებული მენეჯერები, აი ამ პლატფორმაში. ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის მატჩში გორის დინამ მთელ სომას პენსლა და მეტოქე დიდი ანგარიშით 6-1 დაამარცხა. ანგარიში ირაკლი ბუღრიძემ გახსნა, რასაც ჩოთა შეკილაძის ზედიზედ 3 გოლი მოყვა. თითო გოლი კი ჟოაო კოშტამ და ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გაიტანეს. თელაველთა მხრიდან პროტეჟის გოლის ავტორი ახალგაზრდა დავით ხუტალია გახდა. მომდევნო მატჩის გორელები 1 აპრილში გარეჯის წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 21 საათზე დაიწყება. როლექსში მოხარული ვარ, რომ ესეთი ანგარიში დამთავრდა მატჩი, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგება იყო. 6-1 გავამარჯვეთ, დამაჯერებლად მოვიგეთ და კარგია ის, რომ შემდეგ ტურში ხვდებით ესე გახარებული და კარგ ხასიათზე. ჩემპიონატი ახალი დაწყებულია, ძალიან გვჭირდებოდა დამაჯერებელი გამარჯვება საშინაო კედლებში, ძალიან მიხარია რომ გავახარეთ გოროლი გულშემატკივარი. ძალიან დიდი მადლობა მინდა პირველ რიგში გადავუხადო მათ მოსვლისთვის. გვერდში დგომისთვის და ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩვენი თამაში ვიპოვეთ, 6-1 მოვიგეთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საშინაო შეხვედრებს მოგებით დავასრულოთ. მინდა მიულოცო ჩვენს გულშემატკივრებს დღევანდელი ჩვენი წარმატებით თამაშის დამთავრება. ორმაგად სასიამოვნოა, როცა მოიგებ დიდი ანგარიშით და ვფიქრობ, რომ მომავალშიც ჩვენ ახლა ზედიზედ კიდევ 2 თამაში სახში გვაქვს და ვფიქრობ, კარგ ხასიათზე შევხვდებით ამ 2 თამაშს და იმედია ისევ ვასიამოვნებთ ჩვენს გულშემატკივრებს.